იწვევს თუ არა პარაცეტამოლი აუტიზმს? ჩვენ ვართ პედიატრი ძმები. ორსულობის პერიოდში პარაცეტამოლის გამოყენებასთან დაკავშირებით აქამდე ბევრი კვლევა იყო ჩატარებული და ზოგიერთის მიხედვით ასოცირებაც კი იყო აღნიშნული. შვედეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელშიც შესწავლილი იყო 25 წლიანი მონაცემები და დაახლოებით 2,5 მილიონი მონაწილის შედეგები იქნა გაანალიზებული, დადგინდა, რომ როდესაც გადაკონტროლდა დედმამიშვილით ის მონაცემები, რაც მანამდე არ იყო სხვა კვლევების მიხედვით გადაკონტროლებული, არანაირი ასოცირება არ აღმოჩნდა პარაცეტამოლსა და აუტიზმის განვითარებას შორის. შესაბამისად, შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ მიზეზ შედეგობრივი კავშირი არ არის პირდაპირ პარაცეტამოლთან, არამედ გარკვეული ისეთი ფაქტორები უნდა ვეძებოთ, რომელიც ოჯახურ გარემოსთან არის დაკავშირებული და ჯერჯერობით იდენტიფიცირებული ვერ იქნა. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ კონკრეტული კვლევის მერე თუ უფრო სანდო კვლევა არ არის ჩატარებული, ის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ აუტიზმთან პირდაპირ კავშირშია პარაცეტამოლი, შეგვიძლია ჯერ მივიჩნიოთ არასარწმუნოდ, მაგრამ მომავალში ვნახავთ გარკვეული კვლევები თუ წამოგვეწევა და იტყვის საპირისპიროს. ვისაც დაგაინტერესებთ, კვლევის ბმული მითითებული იქნება პირველ კომენტარში.